თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში. Ამ თემაზე უცხოეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა საჯარო სკოლების პედაგოგებთან მასტერკლასი გამართეს. ღონისძიებას გურჯაანის ტექნოპარკმა უმასპინძლა. Როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს გამოყენებით უფრო უკეთ გაეცნენ ევროპასა და ამერიკაში სწავლების მეთოდიკას. დღევანდელი შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მეცნიერები იმყოფებიან, ისინი ჩაატარებენ მასტერკლასებს გურჯაანში მცხოვრები ქართველი პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის ორდღიანი მასტერკლასები გვაქვს. ეს არის ნამდვილად დიდი შესაძლებლობა ჩვენი პედაგოგებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან საერთაშორისო დონეზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ისინი STEM მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, პედაგოგებს. ეს არის ფაქტობრივად პირველი შეხვედრა, რომელიც ტარდება უშუალოდ რეგიონში, გურჯაანში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმში და ქუთაისში და დღეს ვიწყებთ სწორედ გურჯაანიდან და მიხარია, რომ მე პირადად წარმოშობით გურჯაანიდან ვარ, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენ გურჯაანელებს მივეცით პირველ რიგში და მადლობა ჩვენს მასპინძელ ორგანიზაციას ტექნოპარკს, რომელიც არის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი. ძალიან მიხარია, რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა, რომ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, ამ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტზე ძალიან კარგად გაიმართა, მშვენიერი შეკითხვები იყო, მშვენივრად, ესე ვთქვათ, მე რაც ისი თქმა მინდოდა გონია რომ გადავეცი და ძალიან მიხარია რომ ამის ნაწილი ვარ და შესაძლებლობა მომეცა ამ ყველაფრისთვის. ჩემი მოხსენება იყო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იყო მოხდა ურთიერთგაცვლა ჩვენი აზრების, ის არ იყო ცალმხრივი, ის რაც ძალიან ყოველთვის მისასალმებელია, როცა კარგი ჩართულობა აუდიენციიდან. მე მგონი რომ საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით თბილისისთვის და გურჯაანისთვისაც ამ დილას რო გავისეირნეთ, ბევრი მანქანის გამონაბოლქვი იყო. მე მგონი ეს ძალიან საინტერესო თემა უნდა იყოს და რა ვიცი, იმედია რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებ და შევძლებთ თანამშრომლობას. იყო ძალიან წარმატებული სტარტი ჩვენი პროექტის გურჯაანში, ტექნოპარკში, რომელიც არის საოცარი სივრცე ასეთი ღონისძიებებისათვის. ძალიან დადებითად გავკვირვებული ვარ, იმდენად კარგი და ხელსაყრელი გარემო იყო აქ შექმნილი და ვფიქრობ, რომ თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან, დამთავრებული მისი გამოყენების სხვადასხვა სცენარები, მსმენელისთვისაც საინტერესო იყო და დღეს ძალიან ახალი იდეებით დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს და ზოგადად სოციალურ გარემოს.